პირველად თექასთან შეხება მქონდა დაახლოებით 8 წლის წინ. მაშინ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და პირველად მაშინ ბავშვებთან ერთად ვაკეთებდით ხოლმე სხვადასხვა ფიგურებს. მაგრამ ნახატებს არ ვამზადებდი თავიდანვე, მაგრამ დროთა განმავლობაში რაღაცნაირად გამიჩნდა სურვილი, რომ ნახატებიც შემექმნა და აი სწორედ დაახლოებით 7 წლის წინ პირველად შევქმენი ჩემი პირველი თექის ნახატი. თექა ზოგადად გარდა იმისა, რომ ჩემთვის პირადად არის თერაპიული, არის ამავდროულად საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა. ზოგადად ადამიანებს გვიჭირს საკუთარ თავთან დარჩენა, განმარტოვება და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც გამოვხურავ კარს, ჩემ თავთან ვრჩები მარტო და აი ეს დრო ჩემი საკუთარი თავისთვის პრინციპში აი ამ თექამ აღმოჩენინა. სალომე პროფესიით ფსიქოლოგია, პარალელურად კი მუშაობს თექაზე და თავის გამოცდილებას ბავშვებს უზიარებს. სწორედ ბავშვებთან ურთიერთობა გახდა მისი მთავარი შთაგონების წყარო და ამ შთაგონებით შექმნა ერთ-ერთი პირველი ნახატი თექისგან. ლამპარ ბავშვებიც, რომელიც პირველად ერთ-ერთი პირველი ნამუშევარი იყო ნახატის სახით, როდესაც შევქმენი. სწორედ ბავშვებიდან გამომდინარე იყო. რაღაცნაირად დატვირთვაც აქვს ამ ლამპრებს ჩემთვის. რაღაცნაირად ადამიანური სიკეთე არის ჩემთვის ამის გამოხატულება. ნახატების გარდა თემატურ ფიგურებზეც მუშაობს. ნამუშევრები წელიწადის განმავლობაში სხვადასხვა დღესასწაულსაც ეხმიანება. ზოგადად სადღესასწაულოდ ვემზადები ხოლმე წინასწარ და თემატურად ვამზადებ ხოლმე შობისთვის მაგალითად, ახლა აღდგომა მოდის და სააღდგომო კვერცხებსაც ვამზადებ. რამდენიმე უკვე გამზადებული მაქვს და მინდა რომ კიდევ შევმატო, იმიტომ რომ ძალიან თემატურიც არის, ლამაზია და დეკორშიც კარგად ჩდება ხოლმე სააღდგომო დეკორში. ზოგადად მე ვინაიდან ნახატებსაც ვაკეთებ და სხვადასხვა ფიგურებს, სირთულის კუთხით ჩემთვის ყოველ შემთხვევაში უფრო ფიგურების გაკეთება რთული, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაგალითად ჯუჯებით უკეთდება, ან კაცვნები კეთდება, ხელი უნდა გაუკეთო, თავი უნდა გაუკეთო. უფრო რაღაცნაირად 3D ნამუშევარი გამოდის, ამიტომ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. ყველა მხრიდან უნდა იყოს ძალიან დახვეწილი უკანა მხრიდან, გვერდიდან, წინიდან, ამიტომ უფრო მეტად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს შემოქმედებით პროცესში 2 წლიანი პაუზა ჰქონდა, ხელსაქმისადმი ინტერესი არასდროს დაუკარგავს და საყვარელ საქმეს კვლავ დაუბრუნდა. ვურჩევდი ადამიანებს, რომლებსაც ან ბავშვობაში უყვარდათ ხატვა, ან ნებისმიერ სხვა ხელსაქმის კეთება და ფიქრობენ, რომ ახლა ვთქვათ ამისი დრო აღარ არის, რაღა დროს ამის კეთება მუშაობ, ზოგს ოჯახი ყავს და ასე შემდეგ, მაგრამ ვეტყოდი, ვურჩევდი, რომ დაუთმო საკუთარ თავს დრო, გაიხსენონ ის ბავშვური სურვილები, არ არის აუცილებელი იდეალურად ვაკეთებდეთ ამას, მაგრამ საკუთარი თავისთვის დრო ძალიან მნიშვნელოვანია და დაუთმოთ ეს დრო ჩვენს თავს.